საქართველოს მოგესალმებით ოზურგეთიდან ამ ჯერზე და მიზეზი მინდა გავუწყოთ ჩვენს მეგობარს პატოს აქვს გადასარევი საქმე გაკეთებული, ღვთის საქმე აქვს ფაქტიურად გაკეთებული და მოდი ჩემო გოგა ვთქვათ რამ მოგვიყვანა აქ. რა მოგვიყვანა და ქველმოქმედება კაცთა შორის სიყვარულმა და გვერდში დგომის სურვილმა. რა როგორც შენ აღნიშნე პატოს ბევრი კარგი საქმეა გაკეთებული და ერთ-ერთ მის კლიპს გადავაწყდით, ასე ვთქვათ, ინტერნეტში, სადაც შველას ითხოვდა მრავალშვილიანი ოჯახი გურიაში, საკმაოდ გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი. ძალიან რთული არის ყველა ესეც გამოეხმაურო ადამიანის საშუალება არ აქვს, მაგრამ რაღაცა გულმა აქეთკენ გამოგვიწია მალე მე და შენ და გადავწყვეტეთ რომ დავკავშირებოდით ამ კაცს და დავხმარებოდით ამ პატარებს. საახალწლოდ თან. წინა საახალწლო განწყობა ყველას ესაჭიროება ხალხმა და რა ვიცი, ვფიქრობ რომ პატარა, მაგრამ შეიძლება სიკეთე აკეთოს ადამიანმა, რომელიც რა თქმა უნდა გულს გაუხარებს ოჯახს. წავიდეთ დავიძრათ და ერთი კაი ლამაზი საჩუქარი გავუკეთოთ ამ ადამიანს. სანამ წავალთ, მოდი კიდევ ვიტყვი რა, სიმართლე გითხრათ მე და მალებს გქონდა იმისი განცდა რომ ღირდა თუ არა ყველაფრის ამის გადაღება და დაპიარება, ასე ვთქვათ რა, მაგრამ ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე რომ არ დაეპიარებინა უხეში სიტყვა არის დაპიარება, მაგრამ ხო ხდება აზრს მაყურებელი პატოს ჩვენ ამას ვერ გავიგებდით რა და ვიხემძღვანელოთ იმ ფორმულით რომ სიკეთე გადამდები არის რა. მიუტანოთ ის საჩუქრები, რასაც საჭიროდ ჩავთვლით და გონია რომ პატარებს გავახარებთ საახალწლოდ, ასევე წავიღოთ ისაც ოჯახს დაჭირდება საყოფაცხოვრებო ნივთები და პრინციპში დარწმუნებული ვარ რომ არც საკვებზე გვეტყვია ნუასდა. მე ერთი კითხვა მაქვს პატოსთან რა, შენ თვითონ ეს ამბავი საიდან გაიგე? მეც ესე ვიდეოთი გავიგე. ამ ოჯახის მეზობელს ქონდა დადებული TikTok-ზე რა და ჩამიგდო ჩემო მეგობარმა რა. ნუ ბევრმა ჩამიგდო ეგ ვიდეო და მაგ ვიდეოს უყურე ბავშვები რო დავინახე მოჩი. ორი თვეა უკვე მაგ ოჯახში. ვიდეოს გადაღება ცოტა მურტალი მომენტი არის რა, ისე აკეთე სიკეთეო ხო, გადაღების გარეშეო, მაგრამ ეს გადაღება ემსახურება ხალხო იმას, რომ მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია საქართველოში, დარწმუნებული ვარ და თუ ვინმეს გეგულებათ თქვენს გვერდზე ესეთი გაჭირვებული, უბრალოდ შეძლებს და გვარად გული გაუხაროთ. იმ ვიდეოს წყალობით ხომ მე გავიგე. მე გადავიღე. მეტალოპლასმასები შეიცვალა, ჭერი გარემონტო და 1000-მა ადამიანმა ტანსაცმელები, სათამაშოები. ამ ოჯახში ეძახი ხო, რა. ფეჩი მიუტანეს ბიჭო, ამ ზამთარში ასე დამიდებში წარმოგიდგენია უფეჩი. ფეჩი, შეშა, 1000 რაღაცები გაკეთდა, ეხლა ვიდეოს წყალობით და. ეხლა მე ვიცი რომ საერთოდ მანქანა არა აქვს. არა, ხო და თქვენი წყალობით ეკნებათ მალე. დედას საშუალება ექნება რომ 5 ბავშვს ტანსაცმელები კომფორტულად გაურეცხოს რა. წავიდეთ არხი, ნადირობა. ძალიან დიდი მადლობა. ყველა ჩვენი ახლობელი შევეცდებით გვერდში დავუდგეთ. ძალიან დიდი მადლობა. დავით საქმეს მივხედით. მოგესალმებით, პატივისცემით. თბილისიდან ჩამოვიდნენ სპეციალურად პატარების გასახარებლად. როგორ ბრძანდები პატარაო? ესაა ჩემი დახალი ხდება. ხო ხარ მაგრად. ჰა? გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა ყველას. დილეულობა გიყვართ ბავშვებო? ხო? აბა მოდი ვნახოთ ეხა რა გვაქვს. გოგონას ეგ. აბა მოკიდე ხელი. არა, მთლიანად მოკიდე ხელი. აი ესე მოკიდე ხელი. ესე მოკიდე ხელი. დაძრაო. ექსუ შენი არის. მოდით ბავშვებო, მოდით. აბა ასაკის და მიხედვით უფროსი და პატრონობს, ხო? გენაცვალე. მოდი შვილი შენც. ეს ვისი არის? მოდი შვილო. გოგაბიძია. აი. ეს დაძრაო. აბა გვანახე რეები. ვარგა. ხე მალე მიეცი და მიეცი დედას. ეს ბავშვს დაუდე რომ გაიღვიძოს და დაინახოს. მაგრამ ნახე ხე საახალწლო საჩუქრები მე ვიცი რომ ნაძვის ხის ქვეშ უნდა დაიგოს ხო. მე ნაძვის ვა აქ ნაძვის ხე სახში. აი მამან უგოცდებით გვაქვს ნაძვის ხე სახში. სად გვაქვს ნაძვის ხე? ნაძვის ხე. სად წავიღოთ ესენი? ნაძვის ხის სათამაშოებით გვაქვს თავის თოვლის ბაბუსთან ერთად. დამეხმარები? ავაწყოთ ნაძვის ხე? დამვიდეთ.
აი მაგიდაზე უნდა დავდოთ. აქ შეგვიძლია ავაწყოთ და მე მაგიდაზე შემოვიდეთ. მაგრამ მე მგონია რომ თოვლის ბაბო ამ პატარა ლამაზი გოგონას საკუთრება იქნება. ეს ხულიგალია. ეთყობა. ეხლა ამას ღერძი ჭირდება და ამ ღერძზე ერთად ავაწყოთ ბავშვებო. გასაწევი და გასალამაზებელი და მაგას ვიზავთ. ბავშვებო, ეხლა თქვენ მოდით და თუ გინდათ აი ამებში დაგვეხმარეთ, რომ მადლობა. კარგები ხართ ბავშვებო. так, ეხლა მე მაქვს კიდე ერთი იდეა. მოდი ჯერ შევაერთოთ და ვნახოთ როგორ აინდება. აი აქვე არის ბიჭო შტებსელიც. სადა აქვს შესაერთებელი ვიცით? აი აქ არის შესაერთებელიც. აი თუ არა. ნახე როგორი კარგი ყოფილა ბიჭო. აი თუ არა. რა გინდა ახალი წელს უკვე გავს. ეხლა მე მინდა მოვნახოთ სათამაშოები, რომელიც გვაქვს. სად არის? აი სათამაშოები. თოვლის ბაბუა მოგწონთ? ჩამოკიდე რომელი მეთოდზე? აი ესე ჩემო ლამაზო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. კაცი არის ის ადამიანი, ვინც პირველად გამოაქვეყნა ეს ამბავი, რომ ესეთი პრობლემის წინაშე დგას ეს ოჯახი და მე აიტაცა პატომ და მე მივყევით ჩვენ და ზოგადად კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ხალხმა, რომ იყავით ისეთები გადამდებია. ისეთები როგორც უნდა ვიყოთ ყველანი სინამდვილეში რა. წავედით ეხლა ერთი კარგი კიდე საქციელი გვაქვს გასაკეთებელი სარცხის მანქანა მოსატანი და კაცი ჭირდება მაგ საქმეს. ეხლა ამას ეს მომცრო საჩუქარი ჩვენი არხისგან თქვენ. ჩვენი არხი არის სანადირო არხი. მაგრამ ნადირობის მიღმა კეთილსაქმეებსაც ვაკეთებთ. ვცდილობ. ასე რომ სულ სიკეთეში მოგეხმაროთ. ნახოთ რა არის. აბა როგორ ფიქრობთ, გამოგადგებათ? იوارგებს? 8 კილოიანი არის, ანუ ყველა გეყოფათ ოჯახის წევრებს, პატარა ნამდვილად არ არის. ყველა ბავშვზე არის გათვლილი. მოკლედ ეს არის საგარანტიო. იმედია კარგად იმუშავებს და არაფერი არ დაჭირდება, მაგრამ ვინიცობა რაიმე პრობლემა ექნას, ოზურგეთში მოგემსახურებიან და ამ დღეებში ამოვა ხვალარა და ზე გამოვა ადამიანი, რომელიც დაამონტაჟებს თქვენ თვითონ არქივს. რაც შევძელით ჩვენი მოკლეჭკულით, რაც ვიფიქრეთ, რომ გამოგადგებათ და ბავშვებს გაუხარდებათ და ახალი წელის აღქმა და განცდა ექნებათ, ხო კარგი, ისედაც რაღაც პროდუქტები შევიძინეთ, ნუ რაც საჭიროდ ჩავთვალეთ და პროდუქტების მიღმა არის კიდე საყოფაცხოვრებო ნივთები რა და კიდე ეს თქვენ მინდა რომ გადმოგცეთ, სიკეთეში მოიხმარეთ და ჭკუით, რაც თავარია და ჯანმრთელობაში. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, ანგელოზებით ბავშვები გყავთ და ღმერთმა სიკეთე არ მოგაყოლოთ და მრავალი ბედნიერი ახალი წელი გაგითენოთ ხალხო. ახარებულები გავეს, მაგარი მასტიკი ყავთ ძალიან, ეს გაიზრდება ბანდიტი. მაგრამ ბანდიტამდე ჯობია რომ მონადირე გაიზარდოს, რომ წამოიზრდება, დაგვიკავშირდეს და ერთად ვინადირებთ. კი ბატონო. ან იქნები იმ დროს ოწყალი ან არა. შენ ჯინაზე, ჩემო მარლენ, კიდევ ერთი 50 წელი უნდა უცხოვრო და მე ვნახოთ, გადავხედოთ მოცემულობას. ერთმა სულ კარგად გვამყოფოს ხალხმა. ყოჩაღად იყავით და მრავალ ახალ წელს დაგასწროთ უკავით. აი ამ ოჯახს პირველად უზენდება ესეთი ბედნიერი ახალი წელი. რა კარგად გამიგეთ? რასაც ვიძახე, ესეთი საჩუქრები, ესეთი სათამაშოები ამ ბავშვს არ ქონია.
ვეცადეთ, გულით აიხარე, ვეცადეთ. დიდი მადლობა. შემოგევლებული რავალ ახალწლებს, რავალ კაი დღეებს. იცოცხლე. გაიხარე, და შენც ბრავო დღეს არის გეცო. გენაცვალეთ გულში და მე თქვენ გვერდში მიგულეთ. კაი, გავედით ახლა მევი ხორუმის ცეკვით. იმიტომ რომ შევაწუხეთ ქათმის პერიოდი ორი აქეთ და მივცეთ ბავშვებს საშუალება დატკბენ საჩუქრით. გოგა, ქათმის პერიოდზე გვაგვიანდება. ქათმის პერიოდზე გავგვიანდება. აბა მშვიდობით ვენახეთ, კარგად იყავით. მე იმის თქმა მინდოდა რომ რახან გურიაში ვართ, რახან წინასახალწლო დღეები არის, რახან ესეთი დადებითი განწყობით ვართ. მთელ საქართველოს, ჩვენს მაყურებელს, ჩვენს გამომწერებს, ყველას მიულოცოთ დამდეგი ახალი წელი. გურიიდან გილოცავთ ხალხო, მრავალს დაესწარით. გეხაროთ და გედღიღრძელოთ სულ ყველას, მთელს საქართველოს. რახან გურიაში ვართ, კალანდა უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ესენი მთლად ახალ წელს არ ცნობენ, დამდეგ კალანდას მოგილოცავთ გურულებო. მე მინდა მადლობა გითხრათ ორთავეს თელ ჯგუფს თქვენსას და არ ვიცი ძალიან გამიხარდა რომ დამიკავშირდნენ თავიდან და მითხრეს თქვენზე და სურვილი რომ გამოთქვით რა და მე ორმაგად მოხარული ვარ იმის რომ ესე იმათ ჯინაზე ვისაც პრეტენზია აქვს ვიდეოს რატო იღებო იმათ ჯინაზე მოხარული ვარ ასმაგად რომ ის ვიდეოები რაც YouTube-ზე დავდევით, თქვენამდე მოაღწია და გული აგიფეთქათ და ჩამოხვედით გურიაში. ესია, უფრო შენ რო არა ვერც გავიგებდით ვერანაირად, რომ ეს ამბავი შველას საჭიროებდა. გაიხარეთ.